საღამოშვიდობის ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია მთავარი სივრცე და დღეს ჩვენ სტუმართან ერთად მიმოვიხილავთ ძირითად თემებს. ეს არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მაიკ პომპეო უკვე პრინციპში თბილისში იმყოფება და ასევე ჩვენ ვისაუბრებთ მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე და მის შედეგებზე. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე. მოგესალმებით ბატონო ზაალ. მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს აუდიტორიას. მადლობა სტუმრობისთვის. საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება დღეს, კერძოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს გულისხმობ, მაიკ პომპეოს მდივნის ვიზიტს. ჩვენ პრინციპში ძალიან განებივრებული არ ვართ ხო ამ რანგის ესე იგი სტუმრების მიღებით და საინტერესოა თქვენი აზრით რამ განაპირობა მაიკ პომპეოს ეს არც თუ ისე ნაადრევად დაგეგმილი სტუმრობა საქართველოში. ჩვენ როგორც ვიცით, იგი ასევე იმყოფებოდა საფრანგეთში, მისი ტური მოიცავდა ესე იგი თურქეთს, ასევე ისრაელს და მათ შორის საქართველოს. თუმცა ჩვენ რეგიონში ამიერკავკასიას გულისხმობ, ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ჩამოვიდა. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ოპოზიციის რეაქცია საინტერესო. ისინი გეგმავენ, ესე იგი, ამის პარალელურად ერთგვარი აქციის ჩატარებას. აეროპორტშიც რადიკალი ოპოზიციონერები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფრთის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რამდენიმე ადამიანი და ალბათ რაღაც თავისებური პერფორმანსის დადგმას შეეცდებიან. თქვენი აზრით, რა არის აი ამ ვიზიტის მთავარი მიზანი? როდესაც საქართველოში ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, ეს თავისთავად უსვამს ხაზს იმ საკითხების ძალიან მაღალ მნიშვნელობას, რაც უნდა იყოს განხილული საქართველოს ხელმძღვანელობასთან, იმიტომ რომ სახელმწიფო მდივანი ამერიკის შეერთებული შტატების ფაქტიურად საგარეო საქმეთა მინისტრია. ხო, სახელმწიფო მდივანი საკმაოდ მაღალი რანგის თქვა პერსონა არის, რომელიც ასე შემთხვევით არ ჩადის თავის დროს რო ხარჯავს რომელიღაც ქვეყანაში ვიზიტზე, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ მას აქვს განსახილველი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები. და ის რომ ის თურქეთიდან მოდის აქ, მე ვფიქრობ უკავშირდება მნიშვნელოვანწილად იმ პროცესებს, რა პროცესებსაც ჰქონდა ადგილი აი ბოლო ერთი თვის მანძილზე კავკასიის რეგიონში, როდესაც აი მოხდა ის, რაც მოხდა და რუსეთის თქო შუამავლობით მიღწეულ იქნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და რუსეთმა შეიყვანა თავისი სამშვიდობო ძალები ყარაბაღში და შესაბამისად იქ თქვა ჩადგა ფეხი სამხედრო ფორმით, რის გაკეთებასაც ის ვერ ახერხებდა მოყოლებული 90-იანი წლებიდან და ასევე თურქეთმაც გაიმყარა პოზიციები მთელი პერიპეტიებიდან გამომდინარე და მე მგონი არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ არა თურქეთის საკმაოდ სერიოზული სამხედრო პოლიტიკური მორალური მხარდაჭერა აზერბაიჯანი ვერ მიაღწევდა იმ სამხედრო წარმატებას, რის შედეგადაც მივიღეთ ჩვენ ის, რაც მივიღეთ დღეს ყარაბაღში და რის გამოც ფაქტიურად ჩამოდის აქ პომპეო და ჩემის აზრით ეს არის ერთგვარი მცდელობა აშშ-ის ადმინისტრაციის, რომ რაღაცნაირად აგზნობინოს ყველას, მათ შორის რუსეთსაც, თურქეთსაც და კავკასიის სახელმწიფოებსაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაში პოზიციების შესუსტებას ან დათმობას არ აპირებს და ის რომ ჩამოდის თავის ერთადერთ
სტრატეგიულ მოკავშირე სახელმწიფოში საქართველოში და ამით ხას უსვამს იმას რომ აი მე ჩამოვედი საქართველოში იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ჩემი სტრატეგიული მოკავშირე აი ეს არის ჩემსადი ძალიან მნიშვნელოვანი თუმცა ხა როგორ აღიქვამს ამას ხა თურქეთი და რუსეთი მე დარწმუნებული ვარ რომ ამას აღიქვამენ ეჩვის თვალით შეიძლება ძალიან აღიზიანდნენ კიდევაც მაგრამ ეს თქვა ჩვენ გვაძლევს უფრო მეტ წონას რეგიონში როგორც დასავლური სამყაროს და უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების თავარ მოკავშირე ხა რა მოთხოვნებით ჩამოვა პომპეო რა საკითხები იქნება განხილული ეს სხვა საკითხია უკვე იცით რა არის ეს არ არის სხვა საკითხი მე ვფიქრობ რომ ხა აუცილებლად იქნება განხილული სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები თქვენი აზრით შეიძლება თუ არა საქმე მივიდეს იქამდე იყო საზოგადოების რაღაც ნაწილში ისეთი განწყობები და მოლოდინები რომ მოხდებოდა სამხედრო ბაზების ესე იგი ამერიკულ სამხედრო ბაზებს გულისხმობ განთავსების საკითხი საქართველოში რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ მსგავსი სცენარი რა თქმა უნდა შეიძლება და სავარაუდოდ მედიისთვის ეს სენსიტიური და ესეთი ინტიმური საუბარი ესეთ საკითხებზე ალბათ არ გასაჯარავდება, მაგრამ რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ თქვენ უახლოეს მომავალში აი თუნდაც ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების შესაძლებლობა საქართველოში. იცით რა არის მე ვფიქრობ რომ აი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩემი ვარაუდით რა თქმა უნდა არაფერს არ ვამტკიცებ რომ იქნება ის რომ აი მოსინჯოს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და დამოკიდებულება თუ როგორი იქნება მისი დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატების ნუ თქვა მოდი რა სამხედრო ბაზას ნუ დავარქვათ სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების თაობაზე როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე აყვანაზე რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს იმას რომ საქართველოში ამერიკელი სამხედროების თქვა რაოდენობა გაიზარდოს ეს შეიძლება არ იყოს ბაზა თქვა თავისი კლასიკური გაგებით მაგრამ იყოს სამხედრო თანამშრომლობის რაღაცა ფორმები რომ აქ თქვა მუდმივად იმყოფებოდნენ ამერიკელი სამხედრო ანუ თანამშრომლობის ბევრი ფორმა შეიძლება თავარია უფრო შინაარსი ვიდრე ფორმა ხო რას დავარქმევთ ეს სხვა თავარი არის ის რომ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც მოთამაშე არ იყოს ზოგადად უკან გაწეული სამხრეთ კავკასიიდან აი ეს არის თავარი თან იმის გათვალისწინებით რომ დღევანდელი მოცემულობით რუსეთს გააჩნია სამხედრო ბაზები ამიერკავკასიის სამივე ქვეყანაში ხო კი სომხეთში გიუმრის ბაზას გულისხმობ საქართველოში სამაჩაბლოში და აფხაზეთში და უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბაზას ამას ვერ უწოდეთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქ აქ დგას 1960 აქ რუსი აქ სამხედრო თავისი აღჭურვილობით თავისი ნუ ფორმალურად ხო სამართლებრივ იურიდიულად შეიძლება ვერ უწოდოთ მაგრამ ნუ ფაქტობრივად ხო ნუ სამხედრო ყოფნა არის აქ უზრუნველყოფილი ახლა შესაბამისად იქ სადაც გაქვს სამხედრო ყოფნა ბუნებრივია გაქვს გარკვეული პოლიტიკური გავლენებიც ხო რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე სწორედ აი ამიტომაც ჩამოვიდა მაიკ პომპეო აქ რომ მას უნდა აჩვენოს რუსეთსაც და ყველა აქ რეგიონულ აქ მოთამაშეს რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამას ყველაფერს ხედავს და საკუთარი პოზიციების დათმობას იმიტომ რომ რაღაც კუთხით პრინციპში ყარაბაღის კონფლიქტი დროებით, მაგრამ ჯერჯერობით ისე დაპაუზდა თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ აქ ამერიკელების ჩართულობა ალბათ მინიმალურ დონეზე იყო და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. შეიძლება თუ არა ის ყოფილიყო დამატებითი, ასე ვთქვათ. კი ბატონო, შეიძლება ყოფილიყო, თქვენ თვითონ ნახეთ, ხომ ადენოთ ვაყურს აქ მოვლენებს რომ ამერიკის შეერთებული შტატების მეშვეობით ხელმოწერილმა შეთანხმება შეწყვეტის თაობაზე ერთ დღესაც კი ვერ გაძლო ხომ
აქ მაშინ დაირღვა და სამაგიეროდ იმუშავა რუსეთის მიერ თქო შეთავაზებულმა ამ ხელშეკრულება და ნუ ახლა დიდი პირველმა ხელშეკრულება ვერც რუსეთის მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ხო რუსეთმა იმძლავრა მოდით ასე ვთქვათ მაგრამ დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებენ იმიტომ რომ ყველა მათგანი მოდით პირდაპირ ვთქვათ ჭხილები გავხსნათ იბრძვის გავლენების აქ სფეროსთვის ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. აი ზუსტად აქედან გამომდინარე მინდა გადავიდე. დიდი საკუთარ კონკურენცია გავლენების აქ სფეროსთვის და აი სწორედ ეხლა მინდა გადავიდე იმ საკითხს, ეხლა ბევრი აყენებს საკუთარ აი იქნება თუ არა განხილული არჩევნების თემა. აი სწორედ ეს საკითხი პირდაპირ მიდის არჩევნებამდე, იმიტომ რომ თუ შენ გინდა რომ ამა თუ იმ ქვეყანაში გაიმყარო შენი პოლიტიკური პოზიციები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში უნდა გყავდეს, უნდა იყოს ისეთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს ატარებს. აი სწორედ აქ ქართული ოცნებისგან ელიან იმას, რომ ის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების ერთგული გამტარებელი და ახლა როგორ პასუხს გასცემს ამას ქართული ოცნება ამას ჩვენ რა თქმა უნდა ვერ შევიტყობთ რომ დახურულ კარს მიღება იქნება მოლაპარაკებები მაგრამ ამას ჩვენ შევიტყობთ მას შემდეგ რაც ვიზიტი დასრულდება ალბათ გაირკვევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიც წლის ბოლომდე და ჩვენ აქ ვნახავთ თუ როგორი პოლიტიკას გაატარებს აშშ საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ რომელი ადმინისტრაციაც არ უნდა აქ მოვიდეს, თქვა იქნება ეს რესპუბლიკელი თუ დემოკრატი, ეს მემკვიდრეობითობა საგარეო პოლიტიკაში რადიკალურად არ შეიცვლება. არ შეიცვლება და სტრატეგიული მოკავშირეების მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, ხა რომც გაიმარჯვოს ბაიდენმა და მოვიდეს ახალი ადმინისტრაცია, ის მემკვიდრეობითობა შენ არ ჩუნდება. ბატონო ზავალ, ჩერჩილმა თავის დროზე ესეთი ფთოსანი ფრაზა წარმოთქვა, რომ პოლიტიკაში არსებობენ მუდმივი მეგობრები და მუდმივი მტრები, მუდმივია მხოლოდ სახელმწიფო ინტერესები. მე მგონი ეს აქ ლორდ პალმერსტონის გამონათქვამი იყო. ხო, უბრალოდ ისტორიოგრაფიაში ხშირად ჩერჩილსაც უკავშირებენ და შეიძლება ვწდები. მაშინდელი საგარეო მინისტრის ჯორჯ პალმერსტონის გამონათქვამი, რომ აქ 브იტანიის არყას მუდმივი აქ მეგობრები, მაგრამ მას მუდმივი სახელმწიფო ინტერესები. კი ბატონო. რამდენად შედის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში, ჯერ რა თქმა უნდა ოფიციალურად ამაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ თქვენი აზრით საქართველოს ტერიტორიაზე იქნება ეს რას ახლოს დავარქმევთ, ასეთი მშვება არ აქვს სამხედრო ინფრასტრუქტურა, სამხედრო ბაზები თუ იგივე ურთიერთობის უფრო სხვა ფაზაში გადაყვანა, რამდენად შედის აი ეს დაუშვათ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში, იმიტომ რომ საუბარი იყო ძირითადად იმაზე, რომ ნუ დაუშვათ ამერიკელები ასევე შეშფოთებული არიან, ესე იგი ჩინეთის მისწრაფებებით თანამედროვე აბრეშუმის გზის თაობაზე ასევე შეიძლება ერთ-ერთი თემა იყოს ანაკლიის სპორტი, მაგრამ ნუ ალბათ ყველა მეტნაკლებად თანხმდება იმაზე, რომ თავარი დღის წესრიგში იქნება ყარაბაღის კონფლიქტი და შესაძლო, ესე იგი, ვთქვათ, თანამშრომლობის გაღრმავა საქართველოში თან. და აი ჩვენთვის, ხო, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენად უპრიანი იქნება ჩვენთვის აქ ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის, ასე ვთქვათ, უფრო გაფართოება თქვენი აზრით. მოკლედ გიპასუხებთ ჩვენი დაცულობის ხარისხს ეს ნამდვილად გაზრდიდა თუ აქ იქნებოდა განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზა დაუძახა თუ უნდა დაჯგუფება თუ რაც კიდათ ის, მაგრამ თუ აქ იქნებიან ამერიკელი სამხედროები მუდმივ მოქმედ საფუძველზე, ეს რა თქმა უნდა ჩვენი დაცულობის ხარისხს გაზრდიდა. ეხლა რაც შეეხება აი იმ თემას, მაგრამ რუსეთთან პირისპირ დარჩენის საფრთხე იმ დროს როცა არ გვაქვს მაპი და არც ეს უკვე ცალკე საკითხი არა, ეს ხოდაშორის ხშირად აპელირებას აკეთებენ აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე. აი საქართველოს მე ვფიქრობ შეუძლია დააყენოს საკითხი, რომ აი ამ ქარტიაში ჩადებულმა თანამშრომლობის საკითხება მიიღოს სავალდებულო ხასიათი, იმიტომ რომ თუ ნახავთ
აქ ქარტიეს დოკუმენტს იქ წერია რომ ეს არის არასავალდებულო. კი. ანუ აშშ-ს არაკისრია ამ ქარტით რამე ვალდებულება იმისა რომ თქვათ საქართველოს სამხედრო დახმარება აღმოუჩნდა, მაგრამ თუ აქ იქნებიან ამერიკელი სამხედროები, თუ აქ იქნება ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურა, ხო, ამერიკელებს ხო მოუწევს საკუთარი სამხედროების და აქ მოქალაქეების დაცვა ბოლოს და ბოლოს. ეს ერთი. ეხლა მეორეც აი თუნუღა ჩინეთის საკითხს შეეხეთ. როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო ჩასული აშშ-ში და იქ პომპეოსთან გამართა ერთობლივი პრეს-კონფერენცია, აი პომპეო პირდაპირ მედიის წინაშე ღია ტექსტით უთხრა, რომ საქართველოს ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არ გახდეს ჩინეთისა და რუსეთის მძევალი ეკონომიკური კუთხით. აი ანაკლიაზეც იყო საუბარი და აი ამ კონტექსტში უთხრა და რა თქმა უნდა ამერიკელები ეჭვის თვალით უყურებენ იმას, რომ აი ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ პომპეო გამოირჩევა ანტიჩინური განწყობებით, საკუთარი პოზიციების გამყარებას, იქნება პოლიტიკური თუ ეკონომიკური პოზიციები. ამიტომაც იყო ეს გაფრთხილება ან რჩევა თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მიცემული საქართველოს ხელისუფლებისათვის რამდენად გაითვალისწინეს ეს მეორე საკითხი, ხომ, მაგრამ ხო შემთხვევაში ამერიკის სურვილები გახმოვანებული იქნა. რამდენადაც ვიცით, არანაირი შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან არ იგეგმება. ეს თქვენი აზრით შეუწყობს თუ არა კიდე ხელს, ესე იგი, ამ ოპოზიციური პარტიების და წარმომადგენლების სრულ ფრუსტრაციას ხელს და იქნება თუ არა ეს ფაქტობრივად წერტილის დასმა და ყველაფრის მინიშნება მათთვის. ხა წერტილის დასმას ასე ვთქვათ კვეთრად არ ვიტყოდი, მაგრამ ფრუსტრაციას უკვე აქვს ადგილი და თქვენ ნახეთ ოპოზიციამ თავისი ლობისტების მეშვეობით უკვე ვთქვათ გააშანშალა სტატია Washington Examiner-ში მათი ჟურნალისტი ირმე ტომ როგანი, რომელიც ტრადიციულად აკრიტიკებს ქართულ ოცნებას, წერს, რომ აი პომპეომ შეცდომა დაუშვა, რომ არ შეხვდა ოპოზიციას, იქვე ყოფილმა ელჩმა იანკელიმ იგივე დაწერა დევიდ კრამერმა, ცნობილი მოღვაწეები, რომლებიც ძირითადად არიან, თქვათ, ოპოზიციის აფილირებული, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობასთან. ნაცმოძრაობასთან, ევროპულ საქართველოს ხო, ანუ ევროპულ საქართველოს მოვიაზრებ. არ დაჯგუფებას და ხო. და შეეცადნენ რაღაც დაგვიანებული რეაქცია მოახდინათ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ შეცვლის პომპეოს დღის წესრიგს, მაგრამ პომპეო ხდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი კონკრეტულად ვის, მაგრამ ძირითადად მაინც ვარაუდობ თუ ვინც იქნება ეს ორგანიზაციები, რომელთა უმრავლესობაც ღიად თუ ფარულად არიან აფილირებული ნაცმოძრაობასთან, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად გაახმოვანებენ იქ ოპოზიციის მოთხოვნებს და დღის წესრიგს. ანუ პომპეოს ვიზიტი რო შევაჯამოთ ბატონო ზაალ, ამას უფრო გრძელვადიანი ეფექტი და მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის, არ უნდა ველოდოთ რაღაც ისეთ განცხადებებს ან აქტივობას რაც რაღაცა. არა, მე ასეთ თქვა არ დავაკნინებდი, იმიტომ რომ სახელმწიფო მდივანი რო ჩამოდის აქ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის შენთან, უკვე ამას აქვს მნიშვნელობა და შესაბამისად საკითხების მნიშვნელობაც არის ისეთი, რომ ისინი სწორედ სახელმწიფო მდივნის დონეზე განიხილება. ეს მე თქვი ჩვენი საუბრის დასაწყისში და ახლა რა საკითხები იქნება, ამას ჩვენ გავიგებთ უკვე მომდევნო თვეებში, თუ როგორ აქვე წავა აშშ საქართველოს თანამშრომლობა, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ეხლა მთავარი არის, რომ ეს არჩევნები ჩამთავრდეს მშვიდობიანად, პარლამენტმა ალბათ კარგად დაიწყოს მუშაობა და ახალი მთავრობა და ეპიდსიტუაცია ჩენელდეს ქვეყანაში. კი, რა თქმა უნდა, მთავრობა შეუდგეს ახალი მუშაობას, ეპიდსიტუაციას რაც შეეხება ახლა სამწუხაროდ
საგანგაშო მდგომარეობას უახლოვდებით თუ შეიძლება ასე ითქვას და ეს დიდწილად არის გამოწვეული ისევ ჩვენი მოქალაქეების დაუდევრობით და პოლიტიკური ოპოზიციის ქმედებებით, თუმცა ახლა არ მინდა ასეთი სირაქლემას პოზიციაში ჩავდგე, ალბათ მენეჯმენტის კუთხითაც იყო დაშვებული გარკვეული შეცდომები, ხო, იმიტომ რომ ფაქტობრივად გვაქვს იმ დონის მატება, რომ გავედით ლიდერების როლში, თქვათ, ერთსულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ამ კუთხით აქ ნეგატიურ კონტექსტში თუ შეიძლება ასე თქვა, თუ აქ მანამდე აქ ვიყავით აქ ლიდერები იმ კუთხით, რომ ქონდა ყველაზე უფრო ნაკლები რაოდენობა COVID-19-ით ინფიცირებულები, ეხლა უკვე გავდივართ, თქვათ, აი ანტირეკორდს ამყარებთ. ნუ რაც რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ რაც უზართ ახლა პანდემია აქ გვიტევს და ჩვენზე ვარეს დღეში არიან ევროპის ქვეყნები და იქ უკვე ლოკდაუნია გამოცხადებული, მაგრამ ჩვენ ვართ მოწყვლად მდგომარეობაში, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკა უკვე ვეღარ გაუძლებს ამ ახალ ლოკდაუნს. აქედან გამომდინარე, ალბათ ისევ წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს, რომ რაღაცნაირად ეს პერიოდი, ეს მეორე ტალღის აფეთქება გადავაგოროთ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ბატონო ზაო, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა და შესაბამისად შედეგების მიხედვით პრეზიდენტი გახდა მაია სანდუ, მან მეორე ტურში დაამარცხა სოციალისტი, მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი. პრინციპში ეს მეტნაკლებად პროგნოზირებადი იყო კიდევაც. მეორე ტურში უფრო მაღალი დასწრება იყო პირველ ტურთან შედარებით. რა შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ აი მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე, ვიცით დაუშვათ ის, რომ მაია სანდუ არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მან რამდენიმე თვე გაძლო მხოლოდ ამ პოსტზე, იქამდე რამდენადაც მახსოვს იყო განათლების მინისტრი, ასე იგი განათლება მიღებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ტიპიური ნეოლიბერალური კურსის მომხრე, რაც გულისხმობს ესე იგი მცირე სახელმწიფოს იდეას, რაც გულისხმობს გადასახადების მაქსიმალურად შემცირებას, ბადაღებულ კორუფციასთან ბრძოლას, ინსტიტუტების გაძლიერებას და ასე შემდეგ. მეორე მხრივ მისი კონკურენტი იყო იგორ დოდონი, რომელიც პრინციპში მას მიიჩნევენ პრორუსულ პოლიტიკოსად. თუმცა ის პრინციპში რაღაც რადიკალურად ესეთი ნაბიჯები რუსეთის მიმართულებით არ გადაუდგავს, ხო, რამდენადაც გვახსოვს და აი თქვენ როგორ შეაფასებდით პირველ რიგში აი ამ არჩევნების შედეგებს? მოდით იქიდან დავიწყოთ, თუ რა უფლებამოსილებები აქვს აქ პრეზიდენტს. პრეზიდენტს აქვს საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილებები. საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკა მოლდოვა და ალბათ გახსოვთ, რომ ერთი პერიოდი აქ პრეზიდენტი დოდონი პარლამენტს გადააყენა კიდევაც. კი ბატონო. და ასე რომ მაია სანდუს მანდამაც დიდი გაქანება თუ შეიძლება პოლიტიკური კუთხით არ ექნება. უბრალოდ თავად ის ფაქტი, რომ მოლდოვის პრეზიდენტი გახდა უფრო პროდასალური ფიგურა, ეს თავისთავად სიმბოლური მოვლენაა. სხვადასხვა მინდა გითხრათ, რომ მაია სანდუმ გაიმარჯვა ძირითადად იმ ამორჩევლის ხმების ხარჯზე, რომლებიც ცხოვრობენ ევროპაში. ეს უპრეცედენტოდ მაღალი წილი ჰქონდა ემიგრანტებს. ახლა პირველ ტურში თითქმის თანაბარი ხმების რაოდენობა დააგროვეს, მაგრამ აი მეორე ტურში იყო სადაც დაახლოებით 250,000 მოლდოველი არის გაფანტული ევროპაში. 90%-მა დაახლოებით მიიღო მონაწილეობა, საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო, 200,000 ხმა მიიღო და ამავე დროს რუსეთში, სადაც ცხოვრობს 900,000-მდე მოლდოველი, თქვა გასტრობაიტერები თუ იქ სხვადასხვა სამუშაოზე თუ საშუალებაზე წასულები, მოლდოვის საელჩოს მონაცემებით 10,000 ადამიანმა მიიღო მარტო არჩევნებში მონაწილეობა.
ხედავთ, ესე იგი დიდი სხვაობა. დიდი სხვაობა არის და სწორედ მათი ხმების ხარჯზე გაიმარჯვა მაია სანდუმ. საინტერესო პიროვნება არის მაია სანდუმ, მას არ ყავს ოჯახი, არ ყავს შვილი, ეს თუმცა ევროკავშირის ქვეყნებში ეს უფრო ის არის უკვე ტენდენცია ვიდრე გამონაკლისი. თუმცა არ არის მოლდოვას ევროკავშირის წევრი, ეს უნდა აღვნიშნო. აი ესე იგი სახასიათო შტრიხი არის, თქვათ, მისი პიროვნების თქვათ ასახასიათებლად. მერკელსაც ხო არ ყავს პრინციპში არც. ხო, ახლა მერკელს ვერ შევადარებდი მაია სანდუს თავის თქვათ პოლიტიკური კალიბრით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ერთი შტრიხი მისი პიროვნების დასახასიათებლად, გარდა იმისა, რომ საკმაოდ მოზომილი განცხადებები გააკეთა მან არჩევის შემდეგ, მან თქვა, რომ ის მზად არის შეხვდეს პუტინს, გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ მოლდოვურ საქონლებს ხელახლა გაეხსნას რუსული ბაზარი, მაგრამ ეხლა უყურეთ რა ხდება. ეხლა თავად არის როგორ მოხდება პოლიტიკურ ძალთა ბალანსის გადანაწილება. დოდონის პარტიას აქვს საკმაოდ დიდი კოალიციის, დიდი უმრავლესობა პირდაპირ პარლამენტში. პრემიერ-მინისტრი არის მათი პარტიიდან, კიშინოვის მერი არის მათი პარტიიდან, ასე რომ ბერკეტები საკმაოდ ბევრი აქვთ და კიდევ არ ვიცით ჩვენ საომალოდ საპარლამენტო არჩევნები იქნება ვინ გადასწონის, ხომ? ასე რომ ის რომ ახლა პროდესავლურმა ძალებმა ყიჟინა დასცენ, რომ აი მაია სანდუმ გაიმარჯვა, კი რა თქმა უნდა ეს მათთვის ვთქვათ სასიამოვნო მოვლენა იყო, რუსეთი ამ გაღიზიანდა, მაგრამ ეს არ არის მაინც ის გამარჯვება, რომელიც მოლდოვის საგარეო პოლიტიკურ კურსზე რაღაცეთი მნიშვნელობა ზეგავლენას მოახდენდა. აქ კიდევ ერთი ფაქტორი არის, მნიშვნელოვანი, როგორ პოლიტიკას გაატარებს მაია სანდუ როგორც პრეზიდენტი დნესტრის პირეთის მიმართ. იმიტომ რომ იქ არიან რუსი მშვიდობის ყოფილები და მაია სანდუ, რომელიც ჯერ კიდევ განათლების მინისტრად ყოფნის დროს იყო ის მინისტრი, რომელმაც აკრძალა რუსული ენის სწავლება და ის გახადა ნებაყოფლობითი, ადრე ის იყო სავალდებულო და ის ყოველთვის გამოდიოდა იმ პოზიციიდან, რომ რუსმა მშვიდობის ყოფილებმა უნდა დატოვონ დნესტრისპირეთი. სავარაუდოდ ის და მისი პარტია უკვე სანდუს პრეზიდენტობის პირობებში ალბათ გააგრძელებენ, მე ვფიქრობ, რაღაც ინტენსიფიკაციას დასავლეთთან ურთიერთობის, შესაბამისად შეეცდებიან, რომ დასავლური თვისებები უფრო მეტად გაითვალისწინონ, ისე რომ არ გააღიზიანონ მოსკოვი. აი ჩემი აზრით დაახლოებით უახლოეს მოვალში ასეთ პოლიტიკას უნდა ველოდოთ მაია სანდუსგან. კი, მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. კიდევ საინტერესოა ის, რომ მოიაზრება დაუშვათ დოდონი შემდგომში უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ერთ-ერთ კანდიდატად მაია სანდუმ გააკეთა უკვე კომენტარი რამდენიმე საათის წინ და მაინდა-მაინც ისე დელიკატურად არ გამოირჩეოდა განცხადებებით დოდონს პირდაპირ ესე დაუპირისპირდა და ის პროხოტნიკის შემდგომ, ესე იგი ოლიგარქად მოიხსენია ისიც. თუმცა მოლდოვა მართლაც ისეთი საინტერესო მაგალითია, თუ არ ვცდები, ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, ვისაც ჩვენ უსწრებთ ეკონომიკური მაჩვენებლები, ანუ ევროპაში, ევროპის ტერიტორიაზე არის ყველაზე ღარიბი ქვეყანა და ეს იმითაც თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენი ადამიანი არის ემიგრაციაში წასული. აი, ეხლა ჩვენ არჩევნების შედეგებზე საუბრობდით და იქ ესეთი ინფორმაცია იყო, რომ 1,5 მილიონ ამომრჩევლიდან 250,000 ხმა მიცა სხვადასხვა ქვეყნებში. ანუ ყოველი მე-6 ხმა მოდიოდა მოლდოვის გარეთ მცხოვრებ ემიგრანტებზე. სხვადასხვა მინდა შეგახსენოთ ერთი ყურადსაღები მომენტი, რომ მაია სანდუ
განეკუთვნება იმ მოლდოველი პოლიტიკოსების რიცხვს, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს მოლდოვის შეერთებას რუმინეთთან. მას ღიად გაცხადებული აქვს, რომ ის მოაწყობს რეფერენდუმს იმაზე, რომ მოლდოვა გახდეს რუმინეთის შემადგენელი ნაწილი და სხვა შორის კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რომ მას აქვს რუმინეთის მოქალაქეობა. მე რამდენადაც მქონია მოლდოველებთან ურთიერთობა, ფაქტობრივად ბევრ მათგანს უთქვავს, რომ მეტნაკლებად ესმით რუმინული, დაჟე რამდენიმე ადამიანს ჰქონდა რუმინეთის მოქალაქეობაც და პრინციპში მეორე მხრივ ისინი თავისუფლად საუბრობენ ფაქტობრივად რუსულ ენაზე. ფაქტიურად ეს არის ერთი ერი თუ შეიძლება ასე თქვა თქვენ გახსოვთ 1940 წელს, როდესაც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად რუსეთმა დაიპყრო ბესარაბია, ეს ფაქტიურად იყო რუმინეთის ტერიტორია, ხო? ნამდვილად. ეს არის ფაქტიურად ერთი ერი, ბევრი კულტურა საერთო ენა საერთო და ასე რომ მათი ინტეგრაცია ჩემი აზრით არის გარდაუვალი, უბრალოდ ამ დროში გაწელილი პროცესია და ალბათ მოხდება, იმიტომ რომ რუმინეთმა ძალიან ბევრ მოლდოვის მოქალაქეს დაურიგა თავის პასპორტები. იქ ძალიან ბევრს აქვს რუმინეთის მოქალაქეობა და ეს არის უბრალოდ დროის ამბავი. და ბოლო კითხვა ბატონო მძალ, პრინციპში ზოგადად გლობალურად ეს ნეოლიბერალური პოლიტიკა, ეს შესაბამისად ამ პოლიტიკის გამტარებლები შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე დაღმასვლაზე არიან, თუმცა აი ახლა მართალი სწორად აღნიშნეთ, რომ მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა და იქ პრეზიდენტს არ აქვს ძალიან დიდი უფლებამოსილება, მაგრამ მაინც საინტერესოა ის, რომ ანუ ეს ფენომენი დაუშვათ იგივე ეს ნეოლიბერალური იმიდან გამოცრთობილი ლიდერები, რომლებიც აქტიურად მხარს უჭერენ აი იმას, რაც ჩვენ აღვნიშნეთ, ესე იგი მცირე სახელმწიფოს იდეას, ესე იგი მაქსიმალურად აი ყაიდაზე ქვეყნის მოწყობას, ის მცდელობებიც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ვიხილეთ, ხო? ვერ ქმნის ეს პოლიტიკური ელიტა, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რაღაც ახალი იდეოლოგიური დისკურსის წარმომადგენლების აღზევების ფაქტებს იმაში პოლიტიკაში, მაინც ისევ აი გადაღეჭილ ძველ იმაზე მივდივართ? იცით რა არის, ჩემი დაკვირვებით ისინი ვერ სთავაზობენ მოსახლეობას აი ახალ დღის წესრიგს, ახალ იდეოლოგიას. ხო, აი მე მაგალითად ძალიან მიკვის მოლდოვა და შესთავაზეს თავის დროზე და რაც აიტაცა მაშინ საზოგადოება, მაგრამ საზოგადოება თანდათანობით განიხიბლა ამ ლიბერალური იდეოლოგიით, ლიბერალური ღირებულებებით და ეს აისახა სხვა შორის კიდევაც ევროპარლამენტში არჩევნების შედეგებზეც. ნამდვილად. ასე რომ ეს პროცესი ჭიდილი მუდმივად მიდის ამ ლიბერალურ და ულტრაკონსერვატულ იდეოლოგიებს შორის. თუმცა აი საქართველოს ამით არის საინტერესო დემოკრატია. მსგავსად მოლდოვაც ხო ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა და აქ პრინციპში ლოგიკურად რო დაუფიქრდეთ, არის ძალიან კარგი ნიშა ისეთი ტიპიური მემარცხენე პარტიების აღზევებისთვის, ხო? იცით რა არის, მოლდოვას თუ საუბრობთ, მოლდოვაში ჯერ კიდევ აი ეს ჰომოსოვიეტიკუსის ფენომენი ძალიან ისე თქვათ მყარად არის აქ ფეს გადგმული, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა პირველმა მიიღო უვიზო რეჟიმი ევროპასთან, თითქოს აი ბევრი ინვესტიცია ჩაიდო ევროპის მხრიდან მის ევროპეიზაციაში, მაგრამ ვერ მოხდა ჯერჯერობით აი მოსახლეობის ევროპეიზაცია. თუმცა ეს პროცესი მიდის ნელ-ნელა, მაგრამ ძალიან ისეთი ნელი ტემპებით. ალბათ თაობათა ცვლა ჭირდება იმას, რომ მოხდეს გადაფასება იმ ძველი საბჭოური ღირებულებების და ამ მენტალობის შეცვლის, იმიტომ რომ ეხლა რეალურად მოლდოვაში მოდით ვთქვათ არ არის ჯერ მომწიფებული
ის საქმე სიტუაცია, რომ მან აი მოახდინოს იგი სრულყოფილი უმკვნეულო ინტეგრაცია ევროპასთან. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად ის გეოგრაფიულად ევროპაა. ნამდვილად, არის ესეთი ცნობილი ნორვეგიელი ეკონომისტი ერიკ რეინერტი, რომელიც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მაგალითების მიმოხილვისას ესეთ რაღაცას ამბობდა, რომ უბედურება ის, რომ ამ ნეოლიბერალური პოლიტიკის წყალობით ამ ქვეყნების მთავარი საექსპორტო საქონელი არის ამ ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც ემიგრაციაში მიდის და შესაბამისად იქედან ძალიან დიდწილად დიდი წვლილი შეაქვს იგივე ფულადი გზავნილებით და დახმარებებით იმ ეკონომიკებში, რომლებიც თვისობრივად პრინციპში ვერ განვითარდნენ და რაღაც ახალ იმაზე მასშტაბზე ვერ გადავიდნენ. დიდი მადლობა ბატონო ზაალ სტუმრობისთვის, მე მგონი საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. მედია კიდე გვეწევით. მაყურებელს კი მინდა დავიმშვიდობო, მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.